როგორ გაგვქურდეს აეროპორტში. დღეს ბარგს ვალაგებდი და აღმოვაჩინე, რომ საათი ამომაცალეს. ეს ბალიში რომ დავინახეთ არის, მეთქი ჩემი საათი სად არის რა? ეს ბალიში მე თუ ამაში და ესეც გახსნილი დამხვდა. ცალკე ოფიციალი სათვალეც მე თუ აქ და ვის რაში სჭირდებოდა მართლა მაინტერესებს, რაღაც 5 დოლარიანი სათვალე ამომაცალეს. ფრენა გქონდა გადაჯდომით და 3 საათიანი გადაჯდომა გქონდა პოლონეთში, ვარშავაში. დავიშალეთ ეგრევე სახლებში წავედით. ეჭვიც კი არ გქონია რომ ბარგს ვინმე შეეხო. ვიზუალურად არაფერი არ ეტყობოდა, არც სტიკერი ჰქონდა მიკროული რომ საბაჟომში ამოწმა და საერთოდ არანაირი კვალი არ იყო რომ ვინმე ხელი მოკიდა. ვიღვეძებ გავხსენით ჩემოდანი რომ ამოვალაგო და საათი არ არის. ჩემი ისო საათი ამომაცალეს. ისე გავმაწარდი. მომენტალურად დავიღე ტელეფონი და ვიწერები ჩატში. საერთოდ ჩატი გქონდა მოგზაურობაში. ჩემი მეგობრები გარბიან და ამოწმებენ თავიანთ ბარგებს. და ვერონიკამ აღმოაჩინა რომ ასევე ისო საათი მოპარეს ჩემოდნიდან. ანუკის ეს ყუთია თუ ჩემოდანში, რომელშიც არის ბიჟუტერია და ეს ყუთი იყო დაგრინული, ანუ ცელოფნით იყო გადახვეული. გაუხსნეს. არკიც ავარენდა რა ჩემოდანში. გადააგდეს. სხვები გადარჩნენ და არ გაუქურდავთ. ლოტის ავიახაზებით ვიფრინეთ და ახლა მივიდე ლოტის ავიახაზებთან და ლოტის ოფისში გავარკვევ რატომ მომპარეს მაგათი რეისიდან ჩემ ბარგში საათი. ისეთი გადაჯდომა გქონდა რომ ჩვენ ბარგს არ ვეხებოდით. თვითონ ლოტი იყო ბარგზე პასუხისმგებელი და მათ გადაჰქონდათ ჩვენი ჩემოდნები. და როგორც აღმოჩნდა ეს 3 საათი ძალიან საკმარისი იყო იმისთვის რომ მათ თანამშრომლებს გავექურდეთ. საგიჟეთია რა. ეხლა დავზარალდით ამ დროში. რამე საათიც არ შეგვაჩინეს. გამთენისას მოდით, რომ წარმომადგენლები გამთენისას იქნებიან. დილის 3 საათი არის და ჩვენ მივდივართ ანასთან ვიყავით და მივდივართ აეროპორტში გასარკვევად. ჩემ ბარგი კი გახსნეს, მაგრამ ჩემ საათებს ვერ ჩააგნეს. მოვედით. რამდენი 2 დღე არ გვიძინდა. აეროპორტში ლოტის წარმომადგენლებმა გითხოვეს, რომ ჩვენ ვერაფერთ ვერ დაგეხმარებით და ონლაინ მიმართეთო. იქიდან ეგრევე წავედით პოლიციაში და განვაცხადეთ ქურდობის შესახებ. რომ გამოგვერიცხა საქართველოში ხوار მოგვპარეს. საბოლოო გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში არ მოუპარავთ და ასევე გავარკვიეთ, რომ თურმე, როდესაც თვითმფრინავი გადაჯდომით მოდის არა ევროკავშირის ქვეყანაში და საქართველოს ერთ-ერთი მათგანია, ასეთი თვითმფრინავის მგზავრებს ყოველთვის ქურდავენ პოლონეთში. იმიტომ რომ იციან, რომ ჩვენი პოლიცია ვერაფერს ვერ გახდება ევროკავშირში. ლოტი არის პოლონური ავიახაზები და საკუთარ ქვეყანაში თანამშრომლები უქურდავენ მგზავრებს. მივწერე ლოტის საფორცს და ჩამიგდეს გასაჩივრების ფორმა, რომელიც შევავსე. დავაფიქსირა, რომ გაგვქურდეს. პასუხის დაბრუნებაზე 14 დღიანი ვადა ჰქონდათ და ზუსტად მე-14 დღეს დამებრუნეს პასუხი, რომ ძალიან წუხარ და ძალიან სამწუხარო, რომ ასეთი საშინელი შემთხვევები ხდება, მაგრამ ჩვენ ვერაფერთ ვერ დაგეხმარებითო. აბა ვინ დამეხმარება? მათ აეროპორტში ხდება სისხლის სამართლის დანაშაული, ერთხელ და ორჯერ კი არა, 1000 ჯერ და 2000 ჯერ, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს. ფრთხილად იყავით პოლონეთიდან გადაჯდომით მოფრინავს საქართველოში შეიძლება გაგქურდონ და თან ავიაკომპანიაც არ აგინაზღაურებს არაფერს. თუ მსგავსი რამე შეგემთხვა, გთხოვ დამიწერე შენი გამოსვლება კომენტარებში და იქნებ ვინმე დამეხმაროთ და იცოდეთ როგორ დავაბრუნებინოთ ახლა ავიაკომპანიას.